მოკლედ, ჩემი აზრით არ აქვს არანაირი აზრი ამ ღია დისკუსიებს რო ვუსმინოთ, იმიტომ რომ ორივე მხარე მაინც ერთი და იგივეს ლაპარაკობს. გადავიდეთ შემდეგ დებულებაზე და შემდეგი დებულება ჟღერს ესე. მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის ცვლილებას ემხრობიან, იმსახურებენ ოპოზიციამ ჩრდილოვანი კაბინეტი წარუდგინოს. ვადო ეთანხმება ამ დებულებას და ქალბატონი ანი ნაწილობრივ ეთანხმება, მოდით მოვუსმინოთ ორივე მხარეს. ანის მოსაზრება ძალიან გასაგებია. ანი იძახის, რომ ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა ოპოზიციას ჰქონდა უბრალოდ ოპოზიციაში, ეგრევე დაიწყო კონფლიქტები. იმის შესახებ თუ ვინ გახდებოდა მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი. ანის აზრით, ჩრდილოვანი კაბინეტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიცია მაჩვენოს ხალხს თუ როგორ პარლამენტს შექმნის ოპოზიცია თუ ამორჩეველი მას მისცემს ხმას. მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს რეგიონები, სადაც ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს თქვენი ოპოზიცია. იმიტომ რომ თუ ოცნებას ხმას არ მისცემენ, სუსი და ქართული ოცნება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ამ ხალხს. რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები ანის. ის საჭიროა ჩრდილოვანი კაბინეტი რომ შეიქმნას, მაგრამ ამასთანავე ბევრ რამეს ჩრდილოვანი კაბინეტი არ შეცვლის. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ქართული ოცნების ამომრჩეველს არ ადარდებს ოპოზიცია და ამ ამორჩეველისთვის მნიშვნელოვანია უბრალოდ რომ ოცნებას მისცეს ხმა და პრობლემები არ შეექმნა. ვადოს აზრით, ჩრდილოვანი კაბინეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიგოს თუ როგორ აპირებს ოპოზიცია მომავალში თავისი დაპირებების რეალიზაციას. მაგალითად, როგორ აპირებენ მშვიდობის შენარჩუნებას ან ეროვნული პოლიტიკის ხაზი როგორი იქნება და ასე შემდეგ. ვადო მახსენა, რომ ჩრდილოვან კაბინეტში ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ ძალოვან სტრუქტურებში ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, რაზეც ანიმ უპასუხა თავის 10 წამიან რეპლიკაში. უბრალოდ რომ ამბობენ ძველ სახეებზე ნაციონალური მოძრაობის, უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ძველ ხელისუფლებაში ვინც იყვნენ, ანუ იმ ნაციონალურ მოძრაობის სულ დარჩენილია 5 ადამიანი. დანარჩენი არიან ადამიანები, რომლებიც მოვედით 2012 წლიდან. ამიტომაც ეგ რეალურად არ დგას. ახეთ რომ აი იქ ვიღაცა ძოსთან სხვათა შორის ესეც გაცხადებული ქონდა ნაციონალურ მოძრაობას ერთ-ერთ არჩევნებზე 20-20-ის, რომ ძალოვან სტრუქტურებს, მაგალითად ნაციონალური მოძრაობისთვის, რადგან ეს იყო პრობლემა, ძალოვან სტრუქტურებს ნაციონალური მოძრაობა არ აიღებდა, მაგრამ 20-20-ში იგივე პრობლემა იყო, 20-20-ში ეგოების პრობლემა იყო და 20-20-ში ეს ვერ გადალახეს. მოკლედ, გონი აშკარა არის ის ფაქტი, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი გვჭირდება და კი ბატონო, იმასაც ვეთანხმები, რომ ეს ჩრდილოვანი კაბინეტი რაიონებში სერიოზულ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. მაგრამ ჩემი აზრით, თუ ჩრდილოვან კაბინეტს ექნება გავლენა რომელიმე რეგიონზე, თუნდაც მხოლოდ თბილისზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მართლაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა აზრი შეიცვალოს და რო გაიგებს უკვე თუ როგორ აპირებს ოპოზიცია ქვეყანაში ცვლილებებს, ამორჩეველიც მივა და ხმას მისცემს ოპოზიციას.